აქ არის ახლა საინტერესო თემა, რატო ჯობივარცხებს რა ძალიან ერიდეთ იმათ რა ჩიჩეკო კომპანიებს ვიღაცამ რაღაცა შეავსებენ, რომ ინფორმაციას არ გაძლევენ, რას ავსებენ და დაგერხევათ იმ პუნქტში, რომ თლიშავენ საიმიგრაციო აფერისტობას ტყუილს რა. იხა ვიზების გაცემას რაც შეეხება, არის ესეთი ვითარება, ესე იგი, ძალიან რთულად გაიცემა ვიზები რა. მოდით ეხლა ჩვენ გადავიდეთ კითხვა-პასუხში. აქ და გავიაროთ, ესე იგი, ვის აძლევენ ვიზას, ვის არ აძლევენ. ეხლა ამ ეტაპზე ამერიკის ვიზებს, კანადის, ბრიტანეთის რეალურად ძალიან დაბალი მაჩვენებელია, ესე იყოს სულ და ესე იქნება სულ. და მაგი არ თამაშობს როლი, რომ ხა ტრამპია თუ ბაიდენია პრეზიდენტი თუ რა ხდება თუ ომია თუ მშვიდობა, ყოველთვის ვიზები ცალკე იყო, ყოველთვის ვიზები გაიცემოდა და პრობლემა იყო შემდეგი, ის რომ ჩვენ ეკონომიკურად არ ვართ ძლიერად, ჩვენი ქვეყანა სამწუხაროდ, ამიტომ დიდი ხიბლია რომ ყველა დარჩეს, ანუ ამერიკის საკონსულოს და იმათ ნაკლებად ჯერავთ, აი ხალხი შეთა მივდივარ ტურისტულად და ასე შემდეგ. რა თქმა უნდა, ამის არ ჯერათ. ეხლა ნახეთ რა ხდება. ახალგაზრდებს და გოგოებს, აი შეიძლება კარგი სამსახურიც ქონდეს, შემოსავალიც ქონდეს. 5000 ლარიც ხელფასიც და просто ვიზა არ მოგცემ და всё. არ მოგცემენ, არაფერი არ შვილის აი რაღაცა ტურისტული სააგენტოს ან ვიღაც იმის გივსებს იმის შელოცვა, რამე პომადის წასმა, ყვითელი თუ წითელი თუ საყურეების ბრილიანტის საყურე, არაფერი არ შვილის, просто всё უარი და რატო ახოლმე? იმიტომ რომ საკონსულო ფიქრობს, რომ ერთხელ ჩავა, ორჯერ მესამე დარჩება იქ და აღარ უნდათ, იმიტომ რომ მასიურად დარჩა ხალხი იქ და აღარ უნდათ ეს ამდენი არალეგალი. კი, ეხლა ზოგი იტყვის, აი მე მაგარი ხელფასი მაქვს 3000 ლარი მაქვს, 2000 ლარი მაქვს და რა გაყავი სამზე და $700 რა არის არაფერი. ეხლა ზოგი ტრაილერზე ზის და დღეში შოულოს ფულს. და შენ თვეში გაქეკ და რანაირადა მაინც ისე თუ ასე ამერიკას მაღალი ხელფასი აქვს და იმის ხიბლი არის, რომ ახლა ადამიანი ჩადიან, იქ მე ითხოვენ პოლიტიკურ თავშესაფარს, აძლევენ სოუშალს, აძლევენ მუშაობის უფლებას, მე როდის ის საბუთები განიხილება, ამასობაში ის რა ვიცი 5 ბინის ფულს აგროვებს. ამიტომ არ უნდათ იმათ დამღები პიროვნება. ეგ პრობლემა არის. რამდენიც არ უნდა შეხვიდეთ, ახალგაზრდა ხარ და რაღაცა სუსტი სამსახური გაქვს და ძალიან მნიშვნელობა კიდე სამოგზაურო ისტორიას ახლა. აი იმაში ვარ საფრანგეთში ვარ ნამყოფი და იქ ვიყავი კიდე პოლონეთში და რაღაცა ეს იაფიანი გადაფრენები ქუთაისიდან არ ჭრის რა. სამოგზაურო ისტორია უფრო არის აი ირლანდიაში ნამყოფი, იაპონიაში ნამყოფი, ჩინეთში ნამყოფი, ემირატებში ნამყოფი, ინდოეთში ნამყოფი. მაშინ შეიძლება თქვა რომ ტურისტია კი ბატონო მივცეთ და ცოლ-ქმრის შესვლა უფრო უკეთესია, ვიდრე ხა მარტო ყოველთვის ფიქრობენ რომ დასარჩენად მიდის. და ვიზას არ აძლევენ რა, არენდობიან. არის ის ფაქტორი, რომ აი დედმამიშვილი მყავს იქ რაღაცა, ეს კიდე უარესია ვიზის მიღებისთვის, იმიტომ რომ ფიქრობენ რომ დარჩება. ტყუილის ჩაწერა კიდე არ შეიძლება, სამუდამოდ დაიბლოკებენ. ხო, ვიზა საერთოდ გაიცემა 10 წლით, მაგრამ არ ნიშნავს, რომ იქ 10 წელი შეგიძლია გაჩერდე იმაში. იმ რა ქვია, იმ ამერიკაში. ჩადიხარ ვიზა ნიშნავს საზღვრამდე მისვლას, იქ მე მესაზღვრე ან გიშვებს ან არა, უმეტესობა 95% უშვებს. და აძლევს იქ ყოფნას 6 თვემდე, მაგრამ არ ნიშნავს, რომ იგი 6 თვე იყო, იმიტომ რომ საკონსულოც მე ფიქრობს, რომ ასაკეთებდა იქ 6 თვე, ესე იგი მუშაობდა არალეგალურად. ჩამოხვალ ვიზაც გაგიუქმებენ. ან რო წამოხვალ, შეიძლება მე წამოსვლისას მესაზღვრემ გაგიუქმოს ვიზა. იყო ამის წინათ უყურე საინტერესო ვიდეო, სადაც გოგო ჩავიდა ცოტა ხნით, მე უკან წამოსვლისას გაუქმეს ვიზა დეპორტაცია მისცეს. ნუ რაღაცა ისეთი ბნელი სერვისი ქონდა რა გოგოს და გაიგეს ინტერნეტში ნახეს და იმასთან ყველაფერს ხედავენ.
ეხლა არის რომ ვერ გაიგე ვიზის გაცემა, შეიძლება ღარიბი იყო და არაფერი კონდეს ვიზა მოგცენ, შეიძლება მილიონერი შეხვიდა და გამოხვიდა ვიზის გარეშე, მაგის ალგორითმი არ არსებობს. არის რომ თვეში სამჯერ შესულ ადამიანი და მესამედ მისცეს, წინა ორი უარი ქონდა. ეხლა ნორმალური დარჩენა იქ ამერიკაში არის 1 თვე, 2 თვე. რო ჩახვალ 10 წლიანი ვიზა გაქვს, თუ ეხლა პასპორტს ვადა გავიდა და ვიზას კიდევ ვადა, აქ ახალ პასპორტს იღებ იგივე სახელი გვარით ინგლისურად. და დადიხარ აგზელებ ანუ ძველი პასპორტით ვიზიანი და ახლით რომელსაც ვადა აქვს მოქმედი. ესე იგი ვიზის გაგზელება არ ხდება, თავიდან უნდა იყოს განაცხადი შეტანილი. პლუს კიდე თბილისში არის სიტუაცია, თქვენ რიგი არის 1 კვირა, 2 კვირა. დალაგდა 15 თვე იყო რიგი, წარმოიდგინეთ. შეგიძლია მალევე შეხვიდეთ და შესვლა არ არის შეზღუდული, რამდენი ზინა შედი. შეიძლება სხვა კონსული შეხვდეს მეორე და რა თვალით შეხედოს. ეხლა არის რომ აი ცოლ-ქმარი მიდიან და აი უნდათ რომ რაღაცა ბავშვიც მე ვიზა გაუკეთოთ. ცოტას არის თქვენ რომ ფიქრობენ აი მთლიანად ოჯახს ვიზა აქვს და ესე იგი დასარჩენად მიდიან, შეიძლება მშობლების ვიზაც გაუქმონ. პლუს კიდე ესე იგი რა ხდება. ხო, იქ ამ ვიზით მუშაობის უფლება არ აქვს. დაიმახსოვრეთ რა, მოდი დავიწყოთ აქედან, რომ არანაირი მუშაობის უფლებები არ აქვს არც ერთი ვიზით, ყველა ვიზა სასტუმრო ტურისტული. არც კანადაში მაშინ როგორც კი გაიგებენ რომ რაღაცა თქვენ იქ აზრიც მოგივიდეთ რომ იმუშაოთ, ისო დეპორტაცია გემუქრება. დისტანციურადაც მუშაობა არ შეიძლება. დისტანციურად თუ ისე თუ ასე თუ ფიზიკურად თუ twinით თუ მუშაობა არ შეიძლება. არის ესეთი კითხვა კიდე რომ აი ჩავიდა ტურისტული, მე რამდენ ხანს შემიძლია კიდე ჩავიდა. აი რამდენი ხანიც გაჩერდი ამერიკაში, ორი იმდენი დრო ნუ გაჩახვალ ამერიკაში. ეს არის ესეთი ყველაზე ნორმალური ვარიანტი. პლუს კიდე ნათესავის ფაქტორი რომ ამერიკაში ნათესავებს შედის და ძმა, დედა, მამა, შვილები, მეუღლე. ხო, ისინი არიან ისე. მათი ასე ვთქვათ ეხლა სად ჯობია შესვლა ხა თბილისში რთულადაა სიტუაცია, იმიტომ რომ საბუთებს არც ნახულობენ, აი თქვენ მიგაქვთ იქ რაღაც რომ ანგარიშზე მაგაქვთ თანხა, იცია რომ ის შენი არ არის. თანხა და არც უყურებენ საბუთებს, ახლა უცხოეთში უფრო უყურებენ, უკვე უკეთესია. არის ახლა, ოღონდ იქ ახლა პრობლემა რაშია, როცა თბილისში საკონსულოში არის გასაუბრება ქართული, ინგლისური, რუსულად. ვთქვათ, სომხეთში რუსულად და სომხურად, აზერბაიჯანში, ბაქოში აზერბაიჯანულად, რუსულად და ინგლისურად, ну სომხეთშიც ინგლისურად თავისთავად. კვიპროსზე ინგლისურად და ბერძნულად. და აი ესეც სხვაობები, პოლონეთში რუსულად, პოლონურად, ინგლისურად. გასაუბრება გერმანიაში გერმანულად და ინგლისურად. იტალიაში იტალიურად და ინგლისურად. ეხლა იქ თარჯიმანს და იმას არ ამგონია შეგაყვანი, უნდა იცოდე მაშინ ეს. ეხლა ზოგი ფიქრობს, აი იტალიაში ახლა პერმესოები აქვთ აღებული, ну პრაქტიკა აჩვენებს რომ ძალიან ესე სუსტად აძლევენ იმიტომ რომ არის იმიგრანტი ხარ, გაქცეული ხარ შენი ქვეყნიდან და ხარ ამერიკაში ხარ, მიდიხარ შენი ხარ. რაღაც დასათვალიერებლად მაშინ უნდა გქონდეს ბევრი ვიზები, აფრიკაში უნდა იყო, იტალიებში იყო, საფრანგეთში, იაპონიაში იყო ისეთი. ეხლა კიდე ერთი მნიშვნელოვანი მომენტი. კანადა, ზელანდია, ავსტრალია, ბრიტანეთი, ამერიკა, ესენი ხედავენ ერთმანეთის სამკეთებს. სადმე ქონდა უარი რა ჩაწერე იქ და ასე შემდეგ რა. ძალიან ერიდეთ საერთოდ სამართლეობას რა ყველანაირად მაქსიმალურად. ხო, ვიზა თუ ვადა გაზდის თქვა შეგიძლია ბოლო დღემდე ჩახვიდე ამერიკაში და ზემოდან ემატება მე იქ. მესაზღვრე ამატებს ყოფნას იქ მე. მაგალითად რუსულ ვიზებში ეგრე არ არის რა, სხვანაირად არის. ყველა ვიზა, ნორმალური ვიზა ძალიან რთულად გაიცემა. მაგრამ ერთი უარი არ ნიშნავს რომ სულ მუდმივად გაქვს უარი. ახლა ეს არის ამერიკა, ხა. აი გაფრთხილება აქედან. თუ ვილის ან ყალბი დოკუმენტაციის წარდგენის გამო შესაძლოა სამუდამოდ აგეგზალოთ ამერიკაში შესვლა. უნდა იცოდეთ ეს რა, ამიტომ არ შეავსებინოთ ვიღაცა დეგენერაცია. ფრთხილად უნდა იყოთ. და ჭირდება რა, ჭირდება
ანკეტა ივსება, პროფილი იქმნება, ის საკონსულო მოსაკრებელი უნდა გადაიხადოთ საქართველოს თუ თბილისში შედიხართ, ახლა სხვა საკონსულოებში იქ თავის პორტალია კითხვის და სურათია საჭირო და ის ჩეკს მოგცემს ბანკი და ასე შემდეგ. კიდე მასალა უნდა გქონდეთ აუცილებლად პაროლები. აი ამ ანკეტის პაროლი უნდა გქონდეთ. და პლუს კიდე ამ პროფილის პაროლიც უნდა გქონდეთ. შემდგომ, რაც შეეხება საბუთებს, აი საბუთები დამატებით შეგიძლიათ შეიტანოთ და სავარაუდოდ შეიძლება არც ნახონ ესე. თბილისში არ ნახულობენ. ხო, ესა მნიშვნელოვანი ის, რომ აი არ მოიტყუათ არაფერი ანკეტაში, ესეთი ისე რომ დაიბლოკებით მე. აი მოვხდით ისა. ხლიშან მუდმივ არ შესვლას ამერიკაში. კანადა მიცის 5 წლიანი არ შესვლას გქებავს. ეს კანადა არის, რა ვიცი. აქ გასაუბრებას არ გადიხართ, საბუთების სკანირდება, იგზავნება და არცად წასვლა არ გიწევს, არც გასაუბრება ეს მარტივად ამარა, საბუთები უნდა დავუხდეთ, მაგრამ ვიზაც ძალიან რთულია, ამერიკაზე რთულია თითქოს. დიდი ბრიტანეთიც მქონდა ამერიკის ვიზა, ზელანდიის, ავსტრალიის, კანადის, ბრიტანეთმა რატომღაც არ მოუწია უარი დამიწერა. ხო, უცნაურია ძალიან. პლუს კიდე ის, რა ქვია. ესეთი ის ირლანდიის ვიზაც ძალიან, ეხლა იგზავნება საბუთები თავის პასპორტით. პასპორტი იაპონია, გემრიელი ვიზა, მოსაკრებელი არა აქვს და ჩვენც უფასო თქვათ ეს. ის მომსახურება ფულს არ ვიღებთ ენაში. ქარი აღწერილი რა ჭირდება, როგორ ჭირდება. ჩინეთის ვიზა. ჩინეთს აღარ უნდა, კორეა, ავსტრალია, ზელანდიის. კიდე საიმიგრაციო ვარიანტები, აი ვიღაცა ყავთ დედა, მამა ან შვილი ამერიკაში და და-ძმა, იმით იმიგრაცია ხდება. ეს არის ლატარია გრინ-კარტის ნიჭიერებისთვის პროგრამა და ასე შემდეგ. ეხლა და ჩვენებინა კანადა. ხო, კანადა დატოვა ბევრმა ადამიანმა. ეს შეხედეთ. ძალიან ბევრმა დატოვა. აი რამდენი ვიდეოა რო იყო და ვერ აეწყო რა. აი შეხედეთ. ძალიან ბევრია. ეხლა რა შეიძლება კითხვებს იქ ამერიკის საკონსულოში, რას ეკითხებიან? ეკითხებიან ანკეტის გარშემო, სამსახური, ოჯახური მდგომარეობა, რა ქვეყნებში იყავით, რამდენი ხანი იყავით, რაზე იყავით, ამერიკაში როდის გინდა ჩასვლა, ბევრს არ გეკითხებიან, სულ 3-4 კითხვა. ვისთან ერთად მიდიხარ, რამდენი ხანი გინდა გაჩერდე ამერიკაში, რომელ ქალაქში ჩადიხარ და ასე შემდეგ. აი კანადაზე რამდენი ვიდეოა რომ დაბრუნდნენ, ვერ აეწყენ რა ხო ყველა. პლუს ახლა ეს არის კანადა. სარგებლო ინფორმაცია. ახლა ამერიკაზეც გაჩვენებთ. რამდენი ადამიანი წამოვიდა ამერიკიდან. ჭირდება? так. ამერიკიდან ბევრი დაბრუნდა უკან. აი შეხედეთ რამდენი ვიდეო რო აი ვერ აეწყო ადამიანს. ყველაფერი არ არის ახლა. აი მშვიდობა. უფრო ძირითადად რუსულად სამოდეპორტაცია და წამოვიდა, ბევრი წამოვიდა. დამზადს გაუმართლა ზოგს, არ გაუმართლა. ასე შემდეგ. შეხედეთ. დინია. ძირითადად ესენი არის და კონსული იღებს გადაწყვეტილებას იმ მოგცემ ვიზა თუ არა.